მიშა გომიაშვილი, ერთი მსახიობის ისტორია, მხარე, რომელიც სცენის მიღმა რჩებოდა, ის უნიკალური ადამიანური სიღრმეები და ემოციები, რომლებიც მაყურებლისთვის ხშირად შეუმჩნეველი იყო, მაგრამ სწორედ ამან განსაზღვრა მისი განსაკუთრებულობა, როგორც მსახიობისა და როგორც პიროვნების. უცნობი მხარე, რომელსაც მაყურებელი არ იცნობდა. ჯერ რომ არ უნდა აკეთო სიბოროტე. ჯერ რომ არ უნდა იყოს შურიანი. ჯერ რომ არ უნდა იყოს უმადური. რამე თუ ჯერ რომ არსებობს ღმერთი. უნარი, რომელსაც სიყვარული ჰქვია, მასში უზომოდ ბევრი იყო, რადგან მის ცხოვრებაში არსებობდა ადამიანი, რომელიც ამ გრძნობის გაღვივებას მუდმივად უწყობდა ხელს. მისი მეუღლე, ქეთი კალანდაძე, ქალი, რომელიც მისთვის არა მხოლოდ ცხოვრების პარტნიორი, არამედ შთაგონების წყაროც იყო. მაგის საათი და მაგის ბრასლეტი მიკეთია ეხაც. ერთი სიტყვა რომ მკითხოთ, აი რას შეადარებდი მიშა იყო ქარიშხალი. იყო ბევრი, იყო ყველგან. სულ უნდოდა რომ ეგ ყოფილიყო ყურადღების ცენტრში და მე მის გარშემო უნდა მეტრიალა და ამას ვაკეთებდი დიდი სიყვარულით. მოკლედ 106 წელი გავატარეთ ერთად. ნუ აი როდის დავიწეროთ, მეთქე. აი ნუ ხან მე არ მცალია, ხან მას არ ცალია. ეხა მოდი აი გადაღება დამიმთავრდება, მე იმას ეწყება რაღაცა. ნუ მოკლედ ასე გავიდა 6 წელი და ბოლოს მამამ გითხრა რომ აი ეხა თუ არ დაიწერთ ჯერ საერთოდ აღარ დაგწერთ არასდროსო. ეს არის 13 აგვისტო, მარიამობის მარხვა იწყება 14-ში. ჩვენ ახალი ჩამოსულები ვართ ლიკანიდან და მე დამეწყო რაღაცა ფილმი. და მოკლედ დილა 13 მიშა მეთხარი ხნახე მე უცებ გავარდები დილას ადრე რაღაცა კოსტუმებს რაც საჭიროა გავაკეთებ იქნებ. მე მოვალ უცებ ჩავიცვათ და წავიდეთ ჯვარი დავიწეროთ. ესეთ რეჟიმში ვართ და დილას გავქანდი რაღაც საქმეები გავაკეთე ივანას რეზე და მოვედი ჩავიცვი და აი ესე ვდგევარ. უკვე მაცვიეს ჩემი რაღაცა კაბა, ისის ჩაცმულია და ქვემოთ უცებ ბრახ რაღაცა ხმა ისმის და აი ესე გავშიშდი ადგილზე მიშა მე ვთხარი მე მგონი მანქანას დაარტყეს მეთქი იმიტომ რომ ეს არაერთხელ ყოფილა ჩვენთან და ერთ-ერთი და გადავიხიდე და მართლა ჩემ მანქანას დაარტყმული. მამა უყველოდება ამ დროს უნდა დავიწეროთ სასწრაფოდ ჯვარი. დავიწერეთ ჯვარი და ჩემი და მისი მეგობარი მეჯვარეებით მოვქანდით სახლში. ეს გამოვიცვალე იმას ჩვენ საქმეებზე. გავიქეცით უკან. აი რაღაცა ესეთი. მასთან ერთად სადმე წასვლა სამოგზაუროდ, თუნდაც 2 დღით სადმე ქალაქიდან გასვლა იყო. არ ვიცი, ის ხო დღესასწაული, იმიტომ რომ აი იქ კი ყველაფერი კიდევ უფრო მეტად უნდა გაეკეთებინა, ვიდრე აქ აკეთებდა. ის კიდე რაღაცა სხვა სივრცე იყო, სადაც აი მე არ დამავიწყდება რაღაცა ფესტივალზე რო ჩავედით ვენეციაში. აღმოჩნდა რომ დაგვაბინავეს ესეთ ვილაში, ნუ ლამაზესი რაღაცა ისკო იყო ვილა, აივანი, დიდი აივანი იყო, რომელიც გადმოდიოდა რაღაცა ბაღში. ძალიან ბევრს დავდიოდით მაშინ ფეხით. ნუ ეს ერთი ისტორია მახსოვს კიდე, ასე დავდიოდით და იქ ძალიან მაშინ იმ ფესტივალზე მისის უსაყვარლესი არტისტი ალ პაჩინო, რომელიც უპირობო სიყვარული ქონდა, ყველა ფილმი თუ მისი რაღაცა ყველაფერი ნანხი ქონდა. ხო და აი მაშინ იყო ჩამოსული, სოფი ლორენი იყო მაშინ ჩამოსული და რატომღაც კამერა პირდაპირ მიადგა მიშას. ვდგევართ ესე რა, იმათ ცალკე ხალიჩა რაღაცა და ვდგევართ ასე და უცებ მოადგა კამერა ეუბნება, თქვენო რა აზრის ხართო რომ ამ ფესტივალზე სოფი ლორენი არის ჩამოსული, რას გვეტყვითო? და გამოვტრიალ და უცემდები რა სოფი ლორენი ნახეთ როგორი გოგო დგას გვერდით. და ესე იყო ძალიან შემრცხოდა. მე ვთქვი მოწავიდეთ ეხლა აქედან ჩქარა გავიქცეთ. მის ცხოვრებაში მეგობრებს და მეგობრობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
ალეკო მახარობლიშვილი ის ადამიანია, ვისთანაც მთელი შეგნებული ცხოვრება მეგობრობდა. მათი ურთიერთობა არა მხოლოდ მეგობრობა, არამედ ნამდვილი ცხოვრებისეული პარტნიორობა იყო, რომელიც სავსე იყო დაუჯერებელი ისტორიებით, ერთგულებითა და საერთო მოგონებებით. ბავშვები უყვარდა თავისები თუ სხვისები, ბავშვები ყველას გიყვარს, მაგრამ მიშას რაღაც ის ჰქონდა სხვანაირ. ძალიან გულუხვი იყო მე. აი შეეძლო აი უკანასკნელი კაპიკები ამოეტრიალებინა და ვიღაცა სიტყვაზე გაჭირებულისთვის, მათხოვარისთვის მიეცა. ეხლა მე უყვარდი ძალიან, მეც მიყვარდა რასაკვირველია და აი პირველი მობილური მან მიყიდა, იმიტომ რომ არ მქონდა საერთოდ მობილური და არც დავეცებდი მაინც არ მჭირდებოდა, მაგრამ მიშამ რომ მიყიდა მე მივხვდი რომ საჭირო იყოს ერიქსონი ეყოს ცოტა დიდები და რა ვიცი საჩუქრების გაკეთება უყვარდა, აი უყვარდა ძალიან რომანტიული ტიპი იყო, ერთხელ სადღაც წვეულებაზე ვიყავით ახლობის ოჯახში და კაცებიც იყვნენ, ქალებიც იყვნენ, მეუღლეების და მიშა შეთვრა დაემართა ესეთი რამე ერთხელ მიშა შეთვრა და გავიდა წავიდა ვიფიქრე წავიდა ნუ ეხლა მიშა გაიგე ხა საძავი და სადღაც ერთ საათს სადიბოდიალა სადიშონა იმიტომ საკმაოდ გვიანი იყო მაშინ არ იყო ეს რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ეს მაღაზიები თუ გამყიდველები თუ რა საიდან მოიტანა არის უზარმაზარი ვარდების თაიგული და ქალბატონებს მიუძღვნა კაცები გაშტერებული უყურებდნენ ხო მას საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება ძალიან უყვარდა. განსაკუთრებული სიამოვნებით ქმნიდა მოულოდნელ და უცნაურ სიურპრიზებს. სხვების გახარება, გაოცება და მათთვის ბედნიერი წუთების შუქება მისი ცხოვრების მთავარი ინსპირაცია და შინაგანი სიხარულის წყარო იყო. ამ ბოლო დროს ეგ მართლა ვერ არის გულიღას. ესე იგი ნორმალურზე კარგად ვერ არის. აი მითხარი ხა თუ ძმახია. აი როდის მე მაგისთვის მისაყედურია თანამედროვე ხელოვნების რატომ არ გესმის მეთქი? იდეალური ურთიერთობა ხანდახან ცოტა მგონია ტყუილი, რასაც ხალხი აღწერს ხოლმე ჩვენი რაღაცა. აი არაფერს არ შევსვლით, უბრალოდ ვიცხოვრობდით ალბათ, მე ასე მგონია, ისე როგორც ვიცხოვრია. იმდენი რამა გვაქვს ერთად გადატანილი, ცუდის და უფრო მეტი კარგიც რასაკვირველია. რომ მე არაფრის შეცვლას მიშარას იზავდა, არ ვიცი, შეცვლიდა თუ არა რაღაცებს, არ ვიცი, მაგრამ მე არაფერს არ შეცვლით. ბიჭო, მეც ქემინა ყოფნა, ჩემ კრასავიცა ცოტა შემოგიკვდი შენ, ვინ მიშობს შეგულებას დაიწვას ჩემი გაჩენის და შენ მოგიკვდი ბეგუსი მე შენ. ჩემ დღეში ახლა შენც. ხო, ერთ ბეთ ქვეშა ვართ, ლაპავმე და შენ. კამათი რომ მოვდიოდა ხოლმე, ხო? ესე იგი, როცა კამათი არ მოვდის ადამიანთან, იმას კი არ რომ მაინც და მაინც მუშტები მოუყვეთ ერთმანეთს. როცა კამათი არ მომდის მე, ხო, ადამიანთან, ესე იგი, სულ ერთია ის შემთთვის და არ მაინტერესებს მისი არაფერი. ეს დაახლოებით როგორ ახლა კარგად პასუხობ, კარგად როგორ ახლა, მაგრამ ნუ კარგად პასუხობ და არ გაინტერესებს, მაგრამ აი რომ კამათი სწორედ ამის გამო ვერ ამოვწურეთ მე მგონი ერთმანეთი. მიშაზე გულდა საწყვეტი კიდევ ის არის, რომ მიშა შეეძლო კიდევ უამრავი ფილმი გადაეღო, კიდევ უამრავი როლი ეთამაშა. 1000 ისტორიას მიყვებოდა მამაზე, როგორც ერთი უდიდეს პატივს სცემდა. რაღაცნაირად ბატონი არჩილი მისთვის იყო ესეთი განსაკუთრებული ადამიანი.
სადაც კი ჩერდებოდა მამაჩემის მანქანა და მანქანიდან გადმოვდიოდით 700 ან 800 კაცი ასე წრეში რომ მოიქცევდა და ოღონდ ხელი მოეკიდათ და ოღონდ კი ავტოგრაფი მიეცა და არჩილ მიხალიჩ და ოსტაპ და ეს იყო მისთვის რომ გეკითხათ, ყველაზე მეტად რა გაახარებდა, უპასუხებდა რომ ნეტავ კიდევ ერთხელ შეძლებოდა მისი მშობლების ნახვა. მის ცხოვრებაში მშობლებს განსაკუთრებული ადგილი ეკავათ და მათთან ურთიერთობა იყო სითბოს, სიყვარულისა და დაუვიწყარი მოგონებების წყარო, რომლებიც ყოველთვის თან ახლდა. ეს კაი ისტორია მამაჩემი ამ ტელეფონების სიგნალში ხო წერდა ხო ვიღაცა ქალის ტელეფონის ნომერს და ხაი ხო არ მიაწერდა დავის სახელს და ან შეტრიალებულად წერდა ან სხვა სახელს წერდა მე იხსენებდა და ეხლა არ ახსოვდა ხოლმე კაცო აუ ახ ვინ არის ეს და დედაშემი სამსავროდან ეძახდა ხოლმე ტანია ეუნებოდა იქიდან გახედავდა და ყველაფერი იცის ამ თვალმა გამაგიგებს სიტყვა და გადარეკა მიშა გომიაშვილზე წარსულში საუბარი ყველას უჭირს, რადგან ის იყო ადამიანი, რომლის არსებობამაც უამრავი სითბო და სიხარული მოიტანა, ხოლო მისმა წასვლამ უდიდესი ტკივილი და სიცარიელე დატოვა გულებში. ბოლო კარგად მახსოვს მიშა მოვიდა თეატრში. რაღაცას ტანმოუზნო თუ რა იყო არის მოვიდა კეთის შემახსოვრება, მაგრამ მოვიდა ცოტა ვერ იყო კარგად. იყო ცოტა მოკლედ დადგა ეჭვს საკითხი თამაშობდით არც და ვითამაშებდით თუ არა იმდენად ცუდად იყო მიშა ეგრევე კეთის გადაურეკა რომ რაღაცა ეს ვარო და რაღაცა მიშველეო კეთი უკვე ცხოვრობს მაჟენშვილის თეატრთან და მოვარდა რასაგვირულია კეთი და რაღაცები უშველა კეთიმაც მიშას ჩვენს რაღაც მონაწილეობა მიიღეთ დრო ქონდა სადღაც 1 საათი რომ მიშა აზე მოსულიყო და სპექტაკლი ეთამაშა და ჩვენ ცოტა სკეპტიკურად ვიყავით მე და ზურა ალბათ ვერ გაკაჩავს ვფიქრობდით ალბათ მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ დადგა და აი ცოტა ხანი დაიძინა 1.5 საათი თუ რაღაცა აღდგა და შეძლო მაინც თამაში ეს იყო ერთ-ერთი ბოლო ისეთი რაც მაშინ რა თქმა უნდა გავბრაზდი მიშაზე იმიტომ რომ მისი რაღაცა ჯანმრთელობა თუ რა იყო არ ზოგავდა თავს საკმაოდ რთული ადამიანი იყო არ იცოდა თავის დაზოგვა ქონდა ორი პროექტი პარალელურად. ერთი აი ეს ცნობილი ფილმი პრეზიდენტი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა და პარალელურად აი ამ მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი იყო მაშინ, სადაც ითქმებოდა რაღაცა პატარა სპექტაკლი და იქაც იყო. და ქონდა სულ ხან იქ იყო, ხან აქ იყო სურეპეციები, სულ აქ ეთყობა აი აბსოლუტურად გამოიფიტა თუ რა იყო, არჩება ნერვიულობდა კიდეც, იმიტომ იქაც საკმაოდ რთული როლი იყო კინოში. და მე არ დამავიწყდება სპექტაკლზე რო ვიჯექ პრემიერაზე რო უყურებდი რაღაცნაირად ისეთი იყო აი ცოტა შეწითლებული და აი თითქოს ოფლის წვეთე აი რაღაცა ეს და რო გამოვიდა არა ეთყობა ძალიან ის არისო გადავიღალეო და იმიტომ და აი მაშინ აღმოჩნდა რომ დიაბეტი არის და სასწრაფოდ მეორე დღესვე ექიმთან წავედით და რაღაცა დაუნიშნა მკურნალობა. ну რა თქმა უნდა ამ დიაბეტმა მე მაინც ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს არ იყო არაფერი, ჩვეულებრივად იყო ადამიანი. რაღაცა მაშინ ეს კოვიდი არ იყო უკვე ესეთი როგორ იყო შემსუბუქებული თუ რაღაცა. ხო და წავედით მე და ჩემი მეგობარი რაღაცა ყავის დასალევად სადღაც. ჯერ ხო რატო არ მითხარით რომ იქ მიდიხართ მე ხო გავაფრთხილებდი იქ მეუნები. ამ ხელა ქალები ვართ რა მოხდა ხა წავალთ ყავას დავლევთ მოვალთ არა იქ დაგხვდებოდნენ რაღაცა. წამომიღე ხველების წამალიო მითხრა. და
გზაში უყიდე ხველების წამალი და მოვედი. ნუ აი ერთი დღე დალია ეს წამალი და მეორე დილას არ დამავიწყდება მაღვიძებს რომ ქეთი რაღაცა ძალიან მიჭირს თქვა. ხო და იქნება რამე მიშვება. ნუ მე რა თქმა უნდა სასწრაფო არ იქა რაღაცა ისა არ გაყვა სასწრაფოს. არაფრით არ გაყვა. არაფერი მე თვითონ რაღაცას ვისავ ხა დავლევ ხა ამას გავაკეთებ იმას მეც ვერ წარმოვიდგენ რაღაცას უკეთებ რომ აბა ყველა გაუჩერდეს თურმე მე მაინც ვფიქრობ რომ იყო კოვიდი აი მე უკვე რომ ეთყობა დამძიმდა და ძალიან გაუჭირდა აი მეორე სასწრაფო გამომაძახებინა და რომ გადაიყვანეს იმათ რა თქმა უნდა გავყევით მეც და ნატუკაც მისი შვილი და რა ვიცი რაღაცნაირად ისე ვიყავით რომ არა ნატუკაც მაწყნარი მიცე ქეთი არა ნერ მიულობ ესე რა ხო იცი რომ კარგად იქნება რაღაცნაირად ისე დამთავრდა ყველაფერი უცნაურად და მე დამეწყო საშინელი გაუცხოვება მე მიშა არ მინახავს მე მიშასთვის არ შემიხედავს არ ვიცი რაღაცა კედელი ამოვაშენე რომელსაც აი ისე რომ გადავკეტე კარი დღესაც არ გამიღია ის კარი. აი მე დავდივარ საფლავზე, მაგრამ მე მგონია რომ ის რაღაცა უბრალოდ რაღაცნაირი ადგილია, სადაც ის. აი არ მოდის, მით უმეტეს რომ მე მუდმივად გრძნობ ჩემს გვერდზე მიშას. მუდმივად. ეს ერთი ისტორია. მოკლედ რაღაც ახალი მომხდარია ეს ამბავი და ის არის რა ქვია. ნუ მოკლედ ძალიან ცუდად ვარ. აი ძალიან, აი მიშა არ არის გაქრა სახლიდან და რაღაცნაირად მინდა რომ დავინახო. ერთადერთხელ სიზმარში მაშინ რაღაცნაირად გადავდგი მე ეს ოთახი სხვანაირად რომ ისე არ ყოფილიყო როგორც მაშინ იყო. აი ვწევარ, მაშინ იქ იდგა. ვწევარ და ბნელია, ნამდვილი სიზმარი იყო, მაგრამ მგონია რომ ცხადე. და უცებ ხედავ აი კუთხეში აი თითქოს კარი გაიღო ეს კარი იქიდან განათდა უკნიდან და დგას ესე ხელში აი ესე უჭირავს ძალიან ბევრი წითელი ვარდი და აი ესე წამოვფრინდი ლოგინიდან და გაქრა ეს ყველაფერი ნუ აი ჩავიხვიე და ვარცუდად და საერთოდ სახლიდან აღარ მინდა გასულო ჩემი მეგობრები რა თქმა უნდა რომ აბა ეხა იქ წავიდეთ აბა ნუ ყველას ვეუბნები არ მინდა და ერთი დღე მახსოვს რომ ნუ მოკლედ ძალიან დამაძალეს რომ აი ხა ჩვენ შეკვეთილი გვაქვს უკვე მაგიდა სადღაც მივდივართ იქ უნდა დავწყდეთ ნუ დგავარ ვიგონებ ხა რაღაცა მიზეს რომ აი რომ არ მინდა რატო არ მინდა თავი მტკივა არ მინდა წასვლა მეთქი მე კიდე სხვებმა დამირეკეს იმავე დღეს ხდება კიდე სხვებმა დამირეკეს მეუნებია რომ ნუ არ მინდა და მოკლედ მოვიშორე ყველა და აი ესე გაბრაზებული მივადექი აი ფოტოს და ის რაღაცნაირი ფოტო არის გურამ წიბახაშვილის გადაღებულია სხვათა შორის აი რა წერტილშიც არ ვდგევარ ყველგან მიყურებს აი მე ადექით და ნახეთ მივედი ამ ფოტოსთან და როგორ ვეჩხუბები იცი რომ აი ყვირი ცრემლები მომდის აი ესე ფანტანი ასხავს და ვეჩხუბდი რომ აი რა გამიკეთე მეთქი ეს აი ხა მოგწონს ესე როგორც ვერ მეთქი კარგია თქო ეს აი მარტო პატრონო დამტოვე და წახობდი მეთქი მოგწონს ეს შენი საქციელი მეთქი და რომ ვიტირე დავჭექი მაგიდასთან და აი ესე გააბრაზებული ჩავრთე ტელევიზორი და უცებ ხედავ მიშა სურათი კინოდან და წერია 15 წუთში დაიწყება ფილმი და ეს ისტერიული ტირილი გადამივიდა ისტერიულ სიცოცხლეში რა არანორმალური ხარ ესე იგი რომ აი ყველაფერი გააკეთა რომ არც იქ წავსულიყავი არც აქ წავსულიყავი და რაღაცნაირად დამტოვა აი ამ ეკრანთან და მასთან ერთად და ვიყავი აი უბედნიერ ის როგორ უყურე კინოს აი გეგონება არასდროს ის არ მქონდა ნანახი